მოგესალმებით და მოგესალმები მაყურებელს. თქვენ ალბათ დამეთანხმებით თუ გახსოვთ, რომ 92 წლიდან დაახლოებით თუ არ ვწდები, ეს იდეა, მონარქიის იდეა ამოიწევს ხოლმე მეტნაკლები აქტუალურობით, შემდეგ ისევ ჩაცხრება, პარტიაც კი იყო მონარქისტული პარტია, ცხონებული თემურ ჯორჯოლიანის თავმჯდომარეობით. თავად პატრიარქმაც ორჯერ გაახმიანა ამ ბოლო წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ერთი მხრივ რა თქმა უნდა არის საკმაოდ დიდი სირთულეები, რომ ეს რეალობაში იქცეს და მეორე მხრივ რახან ასე ხშირად ამ დამოუკიდებლობის შემდეგ ეს თემა ამოტივტივდება ხოლმე, როგორც ჩანს კი არა, ასეა რომ მას აქვს საკმაოდ დიდი მიმზიდველობა და ბევრი ჩვენი მოქალაქე ალბათ სწორედ ამაზე ამყარებს გარკვეულ თავის ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას, რაც ნიშნავს ჩვენ ფესვებთან დაბრუნებას. თქვენ ხართ ბატონ უკრი ამ იდეის მომხრე? მეორე მხრივ მე იცით ხუმგეუბნებით მას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ესეთი რომანტიკული მხარე არსებობს ამაში, პრაქტიკული მხარეც შეიძლება მოიძებნოს ტერიტორიების გაერთიანების თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ბუნებრივია რომ არის როგორც ცნობიერებაში ფსიქოლოგიური ბარიერი 200 წლიანი წვეთის შემდეგ, ასევე სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც ბუნებრივია და ბატონ უკრი თქვენ მონარქს განიხილავთ პრეზიდენტის ინსტიტუტის ალტერნატივად, როგორც ეს დღეს ითქვა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, თუ მონარქი იქნება, ვერ იქნება პრეზიდენტი. ეს ბუნებრივია რომ თუ მონარქი იქნება, მაშინ პრეზიდენტის ადგილი იქ აღარ არის და თუ პრეზიდენტი რჩება, მაშინ იქ მონარქი ვერ იქნება. ალბათ, ხო? ეს არის სიმბოლო, უნდა იყოს სიმბოლო. ნუ რამდენად ეს მოხდება, ან შესაძლებელია თუ არა აქეთკენ დავიცრათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს უნდა რეფერენდუმმა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ჩვენ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვიყოთ ამისი მომხრეები, ინიციატორები, მომზადდეს საზოგადოებრივი აზრია, როგორც საწინააღმდეგო ისე დადებითი და შემდეგ ბუნებრივია ეს უნდა რეფერენდუმზე გავიდეს ეს ისეთი. ბატონ უკრი, ის რომ პატრიარქისგან მოდის ეს იდეა, ამისთვის არის ის მისაღები თუ ზოგადად მისაღებია თქვენთვის? იმიტომ რომ მაგალითად პატრიარქი ცოტა ხნის წინა პრემიერის პირობებში შეწყალების უფლებას ითხოვდა, მაგრამ ეს არ გაუთვალისწინებია უმრავლესობას და ამის გამო, აი ამ მოთხოვნის გამო ესეთი უფლება არ მიუნიჭებია მისთვის. და თუ მონარქიაზე გადასვლა განიხილებოდა და ეს გინდათ რომ ხალხს კითხოთ, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით ისე რომ არავის უკითხავს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე, ასევე საარჩევნო სისტემის შეცვლაზეა საუბარი და კონსტიტუციაზე მუშაობა მიდის ისე რომ არც ერთ კონკრეტულ თემაზე პლებისციტი არ ჩატარებულა, რატომ ფიქრობთ რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი იდეაა რომ ამისთვის უნდა გამოიკითხოს საზოგადოების აზრი? პრეზიდენტის ირიბად არჩევა თუ პირდაპირი არჩევა და ახლა ფუნდამენტალური სხვაობა, როდესაც არის მონარქიის იდეას საუბარი, მე მგონი ეს ერთმანეთთან მისი პარალელურად დაყენება, ვფიქრობ, რომ მიდან შეწონილი რა თქმა უნდა არ არის. რაც შეეხება პატრიარქს, მის შემთხვევით არ ამბობს არაფერს, მე მახსოვს, რომ ერთ-ერთი საუბრის დროს მეც კი ვიყავი, მეც მის მომსწრე, როდესაც პატრიარქი 15 წლის წინ საუბრობდა იმაზე, რომ უფლისწული უნდა გაიზარდოს გარკვეულად აი წიაღში მომზადდეს ესე იგი სიტუაცია ამისათვის და არა დაუშვათ ვინმეს დაედოს ხელი და მოგეხსენებათ ხოლმე აი როგორც კი ეს პრობლემა იდეა ხოლმე ამოტივტივდება და უკვე მიდის ამაზე საუბარი, აი ამ დროსვე ხდება ხოლმე მე რაღაც გარკვეული დაპირისპირება ეგრეთ წოდებულ სავარაუდო მემკვიდრეთა შორის ხოლმე გვახსოვს ჩვენ ესენის. აი ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, მაგრამ ერთია რომ ფაქტია რომ იდეა განიხილება საკმაოდ სერიოზულად უმრავლესობაში. შეგვიძლია ეს დავასრულოთ? იდეა აუცი რახან უკვე ამდენმა ხალხმა გამოთქვა ამაზე თავისი აზრი, ბუნებრივია, როგორც ჩანს გულში ყველას ჰქონდა ეს მეტნაკლებად და მას აქვს ისე ვამბობ, აუცილებლად ისეთი საკითხია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში არ ჩამოსულა და არ გამქრალა და დრო მეტნაკლები აქტუალურობით ამოიწევს ხოლმე, ეს სწორედ ის იდეა, რომელსაც რასაკვირველი არსებობის უფლება აქვს და მისი განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. დიდი მადლობა.
მადლობა ბატონ ნუკრის. გასაგებია კომენტარები იმიტომ კეთდება, რომ მედია მიმართავს პარლამენტის წევრებს და პოლიტიკოსებს ამ თემაზე კომენტირებისთვის, თუმცა დღევანდელი შეხვედრა პატრიარქთან პარლამენტის თავმჯდომარის ეს უკვე ისეთი ტიპის, ესე ვთქვათ, ღრმად შესვლა პროცესში, როგორც ჩანს, უფრო სერიოზულ დონეზე განიხილება, ვიდრე ის, რომ მედიამ ვინმეს კომენტარის თხოვა და ამ ხის წესრიგს მედია ვერ შეგვიძლია. დიდი მადლობა. დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რაღაც გარკვეული დათქმაც გავაკეთოთ, რაღაც გარკვეული ხნის შემდეგ, სწორედ უკვე რომ ხალხმა გადაწყვეტილება მიიღოს და რეფერენდუმზე გავიდეთ. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს მსჯელობის საგანი არის. დიდი მადლობა ნუკრი ქანთარიას, ის ქართულ გასატარებელი და არც საქილიკო თემა ნამდვილად არ გახდა. გასაგებია. დიდი მადლობა ნუკრი ქანთარიას, ის ქართულ ოცნებას წარმოადგენს. რეკლამის შემდეგ გოგი ოთხმეზური, ისტორიკოსი გია ჯაფარიძე, ის ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფ გირჩს წარმოადგენს. ჩვენ მათთან ერთად დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.